Raqats xdeba patara kalakshi Khan drizit khan ghamit khan zeshi da khan karshi Male male khomiti rom midis da agharis istro Achel toilets sinan ustrom mere guiam xdebiron Isiqo Vins giqvats isiqo Vins gachsons isiqo დაუკვირნე? არა, უბრალოდ სანამ მოხვიდა და შეუკვეთე. როგორ ხარ? კარგად რა ვიცი, ბევრი საქმე მქონდა სამსახურში, მაგრამ გამოუძვერი მაინც. ჯერ როგორ ხარ? მაინც ბევრი საქმე მქონდა, მაგრამ ბევრი საქმე ისედაც სულ მაქვს. აი გარბერ. არის საცობები? არა. უბრალოდ შენი მანქანიდან მოშორებით გასაჩრებელ ადგილს ვეძებდი და მაგაში გაიწელა დრო. რთულია მალვა. ხო. მაგაზე უფრო რთულია, რომ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება. ხო, ეგ არც მე არ ვიცი. იცი რა ვიფიქრე? დღეს ღამესადმე ხوار წავსულიყავით ერთად. უბრალოდ გავერთებოდით. თანაც კაი რესტორანი ვიპოვე, ასე მგონია რომ მოგეწონება. დიდი სიამოვნებით თუ მოვახერხებ. ანუ შევთანხმდით. აი ნახოთ სამსახურიდან თუ მალე გამოვიდე, მაშინ აუცილებლად. დროს გამაგებინებ? კი, მოგწერ. ჭამე, ეხლა სანამ ისევ შენი სამსახურის დრო მოვიდა. დედკო, ჩაი უკვე დაგისხე. არ მინდა ჩაი ყავას გავიკეთე. დაჯექი რა მამა, დავშია? ხო, მოდი რა. დედკო, შენი შეყვარებულის მოყვანას რომ აპირებდი, მაგაზე რა ხდება? მე ვიცი, რა უნდა ხდებოდეს. ვიცი, არ მოყავს? რატო არ მოყავს? ხო? ვერ შეძლო, ვერა. ხო. ესე იგი ის არის, საქმეები ქონდა. არა? ალბათ ხო. ვიცი კაცო. ვერაფერი ვერ გავიგე ხა. გოგა. არა, უშავს ეს მე არ გავიგე. ხო, მაგრამ დედკო ხომ უნდა მომემზადოთ. ნათესავები ხო უნდა გავაფრთხილოთ, მამა, სუფრა ხო უნდა გავშალოთ. არავინ არ გააფრთხილო და არც მომემზადო. რა მოხდა? ისმენთ. თქვენო ბიძე გადავედით? ისმენ. როგორ ხარ? კარგი, შე როგორ ხარ? მეც კარგად უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა. მიხარია რომ ჩემი ნახვა გინდოდა. ხო და მაშინ შევხვდეთ. შევხვდეთ. მისამართს მოგწერ და 4-ზე მოხვალ, ხო? კი, კი. There's nothing I can say to you that would let me through to the place I long to be. ო, მამა, აი მეც საფში მოვედი. It's you and me. კარგი. კარგი. ნუ საღამოს დამირეკე. ან მე დაგირეკავ. კეთილი. ვა! ნუ
რა ხდება? შინდის კომპოტის სუნი მცემს თუ მეჩვენება? არ გეჩვენება მალხას. გივიმ გამოგვიგზავნა და წამოვადუღე. რატო წამოვადუღე? მაგას ცივს არ კარგი გემოცხელს კი არა. უმასწავლი კაცო. ეხლა არის გაციების და ვირუსების სეზონი. ხოდა დალევ ცხელს და ხელს ჩაიწმინდა. ოხ, ესე ქიმიკალი ხანდახან ისეთ რამეს იტყვი გამაგიჟებ ხოლმე. ხოდა ექიმი რო ვარ. უნდა დამიჯერო. დალე. აი, აჰა. ოილა ცხელია. შენ რა ნიკას ელაპარაკებოდი? ხო, ახალი პაციენტი მყავსო. ეგეთი საქმე ჯერ არ ამიღიაო. მოკლედ ყველაფერს მომიყვება, როგორ დამთავრდება ყველაფერი. როგორ უნდა დამთავრდეს? ხო იცი ნიკას ყველაფერი კარგად გამოსდეს. ხო, მაგრამ რაღაც სამედიცინო ტერმინებით ველაპარაკება და ვერაფერს ვერ ვიგებდი და თავიდან უწევდა ახსნა. აბა რომელ მშობელსაც ესმის სამედიცინო ტერმინები იმას არც ურეკავს და არც არაფერს არ ეკითხება. კარგი რა, ნუნუ რა, კარგი რა. ის არ გირეკავს თუ შენ არ ურეკავ? კარგი, მე დავუშვათ არ ურეკავ. თვითონ არ უნდა მომიკითხოს? კითხულობს, სულ კითხულობს. დღესაც მკითხა როგორ არის დედა არაშვებაო, გასაკეთებსო. მართლა? ხო. მერე შენ რა უთხარი? უთხარი, დილა ადრიან ადგა, ხაჭაპურები დააფიცხინა, გავაგიში. კინაღამ წამოსვლაზე დავაფიქრე. ჩამოვიდეს მერე ვინ უშლის. კარგი რა. ხომ იცი რომ ჯერ ჩამოსვლელი არ არის რა? ვიცი მალხას ვიცი. ვიცი და მაგაზე მისკდება გული. ხაჭაპურზე გამახსენდა. იმბავს შეუტანე. იმბავს. აი საბა ჩვენი მეზობელი როა. ხო. უკაკუნე და კარები არ გამიღო. ეს დღეები არ გამოჩენილა. დიდი რამე, ახალგაზრდა ბიჭია, გაძვრებოდა სადმე. რა შეიძლება საერთოდ ეძინა? ვინ იცის? ნეტა ეგრე იყოს. ხაჭაპური დარჩა. არა მე შევჭამე სულ. მაშინ მე გავაცხენე. შენ დაისვენ. მიდი ჯერე კომპოტი დალიე ბოლომდე. დავლევ, შეგრილდეს და დავლევ რა. შეგრილდა მალხას უკვე, შეგრილდა. ახ, ცა. ცხელია. ბიჭო, ადექი და მომეხმარე რა. წელი მაქვს გაშიშებული არ შემიძლია. რა დროს წელის გაშიშება ის ავეჯი მზად უნდა გქონოდა, ჩვენ კიდე აწყობაც კი არ დაგვიწყია ჯერ. ხო და მე რატო დავგტოვეს ორი კაცი მარტო? მომისმინე, მაგ ავეჯს ყობა სულ მარტო აწყობს, ჩვენ კიდე ორნი ვართ. აი, ყობა. მე არც ყობა ვარ და არც ყობასნაირი ხელფასი მაქვს. როდესაც წელი მტკივა 2 წუთი უნდა მაცხრე. არსენ ძალიან ნერვებს მიშლი. ან ეხლა შენი ნებით ადგები, ან არა და ყობა. რა ხდება? ყობა. ნუ მოძრაობ, ნუ გტკივა თავი. ვის შემოდო ესენი იქ? კაი დაწყნარდი, მომისმინე არინერიულო, არსენ არ ეკავს სასწრაფოში და მალე მოვლე. არ მინდა ეს სასწრაფო რა. რა არ გინდა, შეიძლება ტვინის შერყევა გქონდეს. წყნარადი ჯექი, მად მოვალე ხალ. დიახ, გელოდებით. 9 ჯერ გითხარი ის მხარო არ შემოგედო იქ. მე რა ვიცოდი, ყობა თუ შიგნით შევიდოდა. და საფეთქელში რომ მოხვედრო და რა შვებოდი მე? ვაიმე, არ თქვა, არ გამყიდე, რა გეხვეწები რა. სასწრაფო სად არის? გზაშია. ხარსე. ალო, აი მოვედი კი. არა, თუ ცუდი დრო არის, შემიძლია წავიდე და მერე მოვიდე. არა, ნუ გამოხო. ყველა სახშია და გელოდება. ცუდ დროს ან ადრე არ მოსულხარ. არა, მაინც გადავამოწმე რა. ნერვიულობ? დიახ.
მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. წავდით? წავედით. გამარჯობა. გამარჯობა. შემოთით. ხურთუკი გაიხადე? მე გავიდა, მომეწყო. დასხედი. აბა? ვის ხავა? ვის ჩაი? მე როგორც ყოველთვის ყავა. ჩაი ლიმონი. მეც ჩაი ლიმონით. ახლა მოგიტანთ. ისე სხვათა შორის მე ყოველთვის მინდოდა ძმა. ხო, მეც. ანდა, რა ვიცი, სულ ერთიანი. თავარია ვინმე ყავდა. მეც ეგრე. თან ნახე უკვე აღმოაჩინეთ, რომ ერთნაირად ჩაის ვსვავთ. კიდე რამდენი რაღაც გვექნება საერთო? ხო, ალბათ ბევრი. ანუ ის ჰაერის დაბინძურების თემა შენ არ გეხება, ხო? არა და რა, მაგრამ აინტერესებდა. ხო, აზრი არა ვარ საერთოდ როგორ იზომება ჰაერი. კაი და რა ფილმებს უყურებ? თრილერებს. მეც თრილერი და ფანტასტიკა. სანამ რეზი ინტერვიუს ჩამოგართმევს, მანამდე ნამცხვარი გადაიღეთ. ჩემი ნამოწხვარია. ენერგიისთვის გამოგადგებათ. აი და ნუაშინებ ადამიანს. ვის ვაშინებ? არა, ვის არ ვაშინებ.